საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტის სფეროშენადნობების მწარმოებლები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რთულ პირობებში აღმოჩნდნენ. მოთხოვნის შემცირების შედეგად საწარმოთა ნაწილს საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა, თუმცა იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ექსპორტის მაჩვენებელი მკვეთრად 86%-ით გაიზარდა და თითქმის $17 მილიონ მიაღწია. რით არის განპირობებული ეს ზრდა? გამოჩნდა თუ არა კრიზისიდან გამოსვლის გზა რეალურად და რა მდგომარეობაა ბაზარზე? ჩვენ სტუმართან, ნუგზარ კევლიშვილთან, სფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვახსენეთ სტატისტიკური მონაცემები ბოლო პერიოდის. საინტერესოა, რითი აიხსნება ეს მაჩვენებლები, რეალურად შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ სექტორმა დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად გაზრდილია, კარგია ის, რომ იანვრის თვეში წინა წელთან შედარებით 86%-ით გაზრდილია ექსპორტი. ეს ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული. შარშან ამ პერიოდში სამწუხაროდ უფრო ღრმა კრიზისი იყო ჩვენ დარგში და ჯორჯია მანგანეს რამოდენიმე თვე მოუწია თავისი წარმოების გაჩერება, შესაბამისად ექსპორტით შემცირდა და შემდეგ უკვე გაზაფხულზე განაახლა ჯორჯია მანგანესმა ოპერირება და ზუსტად ამით არის გამოწვეული. დიდად შეცვლილი არ არის ბაზარზე სიტუაცია, სამწუხაროდ კვლავ მძიმეა ჩვენ დარგში, მთელ მსოფლიოში მდგომარეობა. ჩვენი დაკვირვებით, ჩვენი გამოცდილებით უკვე სამწუხაროდ ერთადერთი რამაც შეიძლება გამოასწოროს ეს კრიზისი და დარგში გაუმჯობესდეს სიტუაცია, ეს არის უკრაინაში საომარი მოქმედების შეწყვეტა. კი ბატონო, კითხვის დასმა თუ რა ქმნის პრობლემას გლობალურ ბაზრებზე იქნება არარელევანტური, რადგან მთავარი გამოსავალი არის ომის დასრულება, როგორც უკვე აღნიშნეთ, ხომ ასეა. სხვა დამატებითი ფაქტორი რამე თუ არის დაიდენტიფიცირებული, რამაც შეიძლება შეარბილოს მდგომარეობა? არა, იცით, ესე იგი ზუსტად 4 წელია, რაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და 4 წლის წინ დაიწყო ზუსტად ჩვენ დარგში კრიზისი, მარტის თვიდან და ფასების მკვეთრი დაცემა. რაც შარშან ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, ამ 4 წლის ისტორიულ მინიმუმზე და შემდეგ ამას მოყვა მცირე ზრდა ფასის. მაგრამ ეს ფასი არ არის ის, რაც არის სასურველი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოში ამ დარგში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის. ბატონო ნუგზარ, რა ვითარებაა ადგილობრივად კომპანიებში, რომ გითხრათ, რამდენიმე მათგანს მოუწია ოპერირების შეწყვეტაც, ხომ ასეა. ამ ეტაპისთვის საინტერესოა დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობის შემცირების მაჩვენებელიც. ძირითადი დამსაქმებელი ამ ჩვენს დარგში ჯორჯია მანგანეზე, რომელიც მწარმოებელიც და შესაბამისად ექსპორტიორიც, რომელიც დაახლოებით ბაზრის 80%-ს აკონტროლებს და ქმნის ქართული ბაზრის და კარგი არის ის და მისასალმებელია, რომ კომპანიამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჯორჯია მანგანეში, სფეროშენადნობ ქარხანაში, ზესტაფონში არ შემცირებულა მუშახელის რაოდენობა, თანამშრომლები კვლავ მუშაობენ და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მენეჯმენტი მენეჯმენტის ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად ხდება ეს ყველაფერი, ძალიან რთულია მდგომარეობა. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, სტაბილურად ჯორჯია მანგანეს გარდა ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია მუშაობს და კიდევ 2 კომპანია მუშაობს, 2 საწარმო მუშაობს, ესე ვიტყვით, ჩართვა გამორთვის რეჟიმში. ანუ ამას ძალიან ძნელად თუ შეიძლება დავარქვათ, თქვათ, მუშაობა, ოპერირება, ეს არის ერთგვარი წვალება. დანარჩენების სამწუხაროდ გაჩერებულია, ესეთი არის დაახლოებით 12 საწარმო. კი ბატონო, აი ამ 4 წლიან კრიზისულ პერიოდში, რომელი საექსპორტო ბაზრები დაიკარგა, რომ გითხრათ და ასევე დივერსიფიცირება თუ მოხდა, ვთქვათ, სხვა მიმართულებებზე. ანუ ცვლილებები როგორ გამოიხატება? იცით რა, ესე იგი თურქეთი როგორც პარტნიორი ჩვენი უფრო მასშტაბური გახდა, უფრო გაიზარდა მათთან ექსპორტი. შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებია ჩვენი პარტნიორი და ევროპის გარკვეულ ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა. თუმცა თქვათ იგივე
სხვა ბაზრები ისტორიულად თქვათ, აი SNG-ში შემავალი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნებში ჩვენი პროდუქციისთვის კარი დახურულია უკვე რამოდენიმე წელია და შესაბამისად ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. როგორც ვიცით, წარმოების პროცესი არის სეზონური, ხომ ასეა. ზამთრის სეზონზე განსაკუთრებულად სირთულეებს რა იწვევს, რომ გითხრათ და ამ სირთულეებთან გასამკლავებლად, თქვათ, სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერას თუ განიხილავს სექტორი. ესე იგი, ზამთარში მძიმდება მდგომარეობა იმის გამო, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია, შესაბამისად იმპორტირებული ელექტროენერგია უფრო ძვირია ქვეყანაში, გაზაფხული, ზაფხულის პერიოდს ველოდებით დარგში ყველა იმიტომ რომ ვიცით ამ პერიოდში სადღაც უკვე აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ელექტროენერგია საქართველოში გაცილებით დაბალია, იმიტომ რომ ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურები მუშაობენ, განსაკუთრებით მიმზიდველი ელექტროენერგიის ფასი მაისი-ივნისის პერიოდში, წყალუხვობის პერიოდში და ნუ ეხლა გვაძლევს იმედს ის რომ თუ თქვათ ფასის დაცემა არ მოხდა და მე ჩვეპარება რომ ფასმა კლება განიცადოს სხვა საწარმო იმის ხარჯზე რომ ელექტროენერგიაზე ქვეყანაში დაბალი იქნება ტარიფი მე იმედი მაქვს რომ რამოდენიმე მცირე საწარმო კიდევ განაახლებს ოპერებას და დაიწყებენ ფუნქციონირებას. კი ბატონო, გლობალურ ბაზრებზე მინდა გკითხოთ, როგორია პრაქტიკა, იქ საწარმოები როგორ უმკლავდებიან გამოწვევებს და ვთქვათ, ეს არსებული პრაქტიკა და დადებითი შედეგის გადმოღება რამდენად იქნება, ვთქვათ, მომგებიანი ადგილობრივად ჩვენთვის. ისეთ რა შესაძლოა მძიმეა მდგომარეობა, ნუ ტარიფების შემცირებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა ბაზარზე ვთქვათ მეტალის წარმოება გააძვირა და ჩვენთვის რაც არის მიმზიდველი ამერიკის შეერთებულ შტატების საკმაო თავის მოხმარებისთვის საკმაო ფეროშინადნებს არ მოიხმარენ და შესაბამისად გაჩნდა პოტენციალი რომ ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტი გაიზარდოს, თუმცა ამ ბაზარზე შესვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ქართული კომპანიები ცნობადები არიან იქ და წლები ხორციელდებოდა იქ ექსპორტი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ვთქვათ, აზიის ქვეყნებშიც რამოდენიმე დიდი ფეროშინადნობის წარმოებელი ქარხანა გაჩერებულია, ესპანეთში გაჩერდა ეხლა, იმიტომ რომ ზამთრის ტარიფში ევროპაშიც ძვირი ელექტროენერგია და იქაც გაჩერებულია დროებით ესპანეთში ერთ-ერთი დიდი კომპანია. მძიმე დრო გვიდგას ამ დარგში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. კი ბატონო, ახსენეთ რომ მოლოდინი დადებითი გაქვთ მეტნაკლებად ადგილობრივად. დამატებით რაიმე რისკ ფაქტორებს თუ განიხილავთ, რამაც შეიძლება დარგს ხელი შეუშალოს და გარდა ამისა, დამატებითი სტიმულები რეგულაციების თვალსაზრისით თუნდაც თუ განიხილება იმისათვის რომ თქვათ გლობალურად არსებულ რთულ ვითარებაში ქვეყანაში დარგმა შეძლოს შენარჩუნება ოპერირების. მაქსიმალურ საკეთებს მინდა ხაზი გაუსვა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაქსიმალურ საკეთებს ის შესაძლებლობიდან გამომდინარე ვთქვათ შარშან იგივე ენგურჰერისდენმა ძალიან იაფიანმა ელექტროენერგიამ ძალიან დადებითი როლი შეასრულა ჩვენი დარგისთვის თუ ვთქვათ ეს წახალისება წელსაც მოხერხდება ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს დარგზე. კი ბატონო და მაინც ბოლოს რომ გითხრათ 2026 წელს ზრდის ტემპი შენარჩუნდება თუ არა, თქვენი მოლოდინი როგორია? იქედან გამომდინარე რომ ვთქვათ სტატისტიკაც ძალიან გაფუჭდა ჯორჯია მანგანეზის რამოდენიმე თვემა გაჩერების გამო სტატისტიკა ცალსახად გაუმჯობესდება თუ ფასეზედაც მოყვება დიდი სარგებელს მოუდანს როგორც ქვეყანას ასევე ამ დარგში მოღვაწე კომპანიებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედია თქვენი შემდეგი სტუმრობა უკვე მხოლოდ დადებით ტენდენციებზე საუბრით შემოიფარგლება. ნუგზარ კევლიშვილი ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიების დღევანდელობაზე ჩვენს ქვეყანაში.